უნდა ვისაუბროთ ჯანმრთელობის შესახებ, კერძოდ გლაუკომის შესახებ, თუ რა არის იგი, რას წარმოადგენს, როგორია მისი მკურნალობა, გამოწვევი მიზეზები, გართულებები და ამ ყველაფერზე სასაუბროდ შემოგვერთდა ოფთალმოლოგი, მედიცინის დოქტორი, ქალბატონი მონიკა ზალინიანი. დილამშვიდობის, მადლობა მოგახსენებთ მომბრძანებისთვის. დილამშვიდობის. პირველ რიგში დიდი მადლობა ამ თემით დაინტერესებისთვის. დიდი მადლობა თქვენ მომბრძანებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი თემა, არაერთხელ გვისაუბრია ჩვენი ეთერის მეშვეობით, თუმცა მაინც რჩება რაღაც გარკვეული კითხვები და თავისთავად გვინდა რომ სრული ინფორმაცია ჰქონდეს ჩვენს მაყურებელს გლაუკომის შესახებ და მოდით მარტივად დავიწყოთ თუ რა არის გლაუკომა და რას წარმოადგენს იგი და შემდგომ უკვე გართულებებზე და გამოწვევ მიზეზებზე. გლაუკომა სამწუხაროდ ეს არის ქრონიკული, პროგრესირებადი, პოტენციურად დამაბრმავებელი, შეუქცევადი დაავადება, რომლის დროსაც ზიანდება მხედველობის ნერვი. მხედველობის ნერვი არის ერთგვარი დამაკავშირებელი თვალსა და თავის ტვინს შორის და როდესაც ის ზიანდება სამწუხაროდ ეს ყველაფერი არის შეუქცევადი და არც მკურნალობას ექვემდებარება და არც დაკარგული მხედველობის დაბრუნება არის შესაძლებელი. ჩვენი მთავარი მიზანი არის რომ მოხდეს ადრეული დიაგნოსტიკა და არსებული დაავადების უკვე დაზიანებული სტადიის შეჩერება, რომ სამომავლოდ პაციენტს შეეძლოს თქვათ სრულყოფილად სივრცეში და გადაადგილება და აი სტატისტიკიდან გამომდინარე რა შეგვიძლია ვთქვათ, ვის უჩნდება ეს დაავადება ყველაზე ხშირად გლაუკომა, რა არის ერთ მთავარი ფაქტორი, ასაკი, გენეტიკა თუ რა შეიძლება ჩავთვალოთ ამის მთავარი ფაქტორი. დღესდღეობით 2020 წლის მონაცემებით 76 მილიონ ადამიანს აქვს უკვე დადგენილი ეს დაავადება და სამწუხაროდ დღესდღეობით არ არის დადგენილი რა არის მთავარი გამომწვევი მიზეზი. გამოყოფენ ბევრ რისკ ფაქტორს. ერთ-ერთი მთავარი და ვთქვათ დაზუსტებული რისკ ფაქტორი არის მაღალი თვალში და წნევა. თუმცა აქვე მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ არსებობს ისეთი გლაუკომის ტიპი, რომლის დროსაც თვალში და წნევა არის ნორმის ფარგლებში. ამიტომ ჩვენ ცალსახად ვერ ვამბობთ, რომ მაღალი თვალში და წნევა არის პირდაპირ კავშირში გლაუკომასთან. ასევე მნიშვნელოვანია 40 წელს ზემოთ ასაკი, ისეთი დაავადებები ქრონიკული, როგორიც არის მაგალითად დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია ან პირიქით დაბალი არტერიული წნევა, რომელიც ზოგი გლაუკომის დროს უფრო მნიშვნელოვანია. ქრონიკული სხვა დაავადებები, ქოლესტერინის მაღალი დონე, გენეტიკური წინასწარ-განწყობა. დადგენილია, რომ თუ ახლო ნათესავებში, პირობითად ვთქვათ, მამა, დედა გამოვლენილია გლაუკომა, მაგ შემთხვევაში 22%-მდე იზრდება იმის რისკი, რომ თქვათ შვილებსაც ექნებათ ეს დაავადება 40 წელს ზემოთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დროული დიაგნოსტიკა მოხდეს და საჭიროებისამებრ უკვე დაიწყოს მკურნალობა და ეს მკურნალობა არის მიმართული მართვაზე. ჩვენ არ ვამბობთ, რომ შეიძლება დღესდღეობით გლაუკომის დამარცხება. ჩვენი მიზანია, რომ დაიწყოს მკურნალობა და პრევენციული ღონისძიებების საშუალებით შევაჩეროთ მდგომარეობა. ყველა დაავადებას თავისთავად ახლავს თავისი გამოვლინებები, ხომ? და ამ გამკომის შემთხვევაში როგორ ხდება? ანუ სიმპტომები, როგორც ვიცით, შეიძლება არ იყოს ესე გამოხატული და პაციენტი ვერ ხვდებოდეს იმას, რომ საჭირო არის მისი ოფთალმოლოგთან ვიზიტი და რომ საერთოდ მას შეიძლება გლაუკომა აწუხებდეს. საინტერესო არის ეს სიმპტომები, რომ დავასახელოთ, რომ დაახლოებით მაინც წარმოდგენა შეექმნას ჩვენს მაყურებელს, რომ მიხვდეს საჭირო არის ვიზიტი ოფთალმოლოგთან და რა პროცედურები უნდა გაიაროს შემდგომ, როგორი არის დიაგნოსტიკა, როგორ ხდება? ამ დაავადების ვერაგობა ზუსტად აი ამითაც აიხსნება, რომ თითქმის დაავადების ბოლო სტადიამდე არ ვლინდება არანაირი ესეთი ტიპიური სიმპტომი, ტიპიური ჩივილი, რის გამოც პაციენტი ხშირ შემთხვევაში მოგმართავს ბოლო სტადიის გლაუკომით, როდესაც შეიძლება პირდაპირ მხედველობა, პირობითად თქვენ გიყურავთ, მაგ დროს მხედველობა მქონდეს 100% ან სამარშრუტო პირობითად თქვა სამარშრუტო ტაქსის ნომრის დანახვაც კი შეუძლია ადამიანს, თუმცა პერიფერიული გვერდითა მხედველობა არის დაზიანებული და ამ დროს აი ცენტრალური მხედველობა, რომელიც არის აი დურბინით ყურებისაც, რასაც ვთქვათ ვხედავთ, ხო, აი მცირე ნაწილი რაც არის შენარჩული, იმის დაზიანებაც ხდება. ამიტომ ბოლო სტადიამდე არანაირი ტიპიური გამოვლენა არ აქვს, არც ტკივილი ახასიათებს დასაწყის ეტაპზე მით უმეტეს და ამიტომაც პაციენტის მომართვიანობა არის დაბალი კონკრეტულად გლაუკომის დროს.
ხშირ შემთხვევაში პაციენტი მოგმართავს, რომ ასაკთან ერთად უჭერთ ახლო მანძილზე კითხვა და სათვალის მიზნით მოგმართავენ. თუმცა რუტინული ეს გამოკვლევების შედეგად დგინდება, რომ არის თვალში და წნევა მაღალი ან მხედველობის ნერვის ისეთი დაზიანება, რომლის დროსაც ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ, აი ექსკავაციას ვეძახით და ხდება დამატებითი კვლევების ჩატარება და იმის საფუძველზე უკვე საბოლოოდ დგინდება, რომ არის გლაუკომა. თუმცა თუ არის მდგომარეობა ძალიან შორს წასული და ვლინდება ძალიან მაღალი თვალში დაწნევა, მაშინ ტიპიურად ვლინდება, ასე ვთქვათ, სამეული ნიშნები, ეს არის ძალიან ძლიერი თავის ტკივილი, თვალის იმ არეში, აი პირობითად ვთქვათ, თუ არის მარჯვენა თვალის მაღალი თვალში დაწნევა, მაშინ თავის მარჯვენა ნაწილის ტკივილია გამოხატული, ამას ახლავს გულისრევა, ღებინება და ეს ასოცირებულია ძალიან მაღალ თვალში და წნევასთან. აქ ხშირ შემთხვევაში ბავშვობიდან გვაქვს ხოლმე შიში და სტრესი, ხო, ექიმთან ვიზიტის წინ. აი რა შეგვიძლია ვთქვათ ამ შემთხვევაში ექიმთან ვიზიტის დროს რა პროცედურას გაივლის პაციენტი, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს ეს დაავადება? დიახ, ეს იწყება ყველაფერი რუტინული, ვთქვათ, ოფთალმოლოგიური გამოკვლევებით. პირველ რიგში ვნახულობთ მხედველობას, რამდენად კარგად ხედავს, თუმცა ეს არ არის მარკერი, იმიტომ რომ პაციენტი, რომელსაც აქვს ბოლო სტადიის გლაუკომა, შეიძლება 100%-ს ხედავდეს და ყველაფერს იდეალურად კითხულობდეს დაფაზე. ამიტომ ვიწყებთ მაგ გამოკვლევით, შემდეგ ვნახულობთ თვალში დაწნევას და რამდენად ვთქვათ დაზიანებულია თვალის კონკრეტული სტრუქტურები, როგორც წინა ნაწილში თვალის, ისე უკან ნაწილში, ბადურა გარს რასაც ვეძახით და ძალიან მნიშვნელოვანია გლაუკომის დროს მხედველობის ნერვის მდგომარეობის შეფასება. თუ ექიმი ეჩვმიტანს, რომ რუტინული გამოკვლევების დროს მხედველობის ნერვი არ არის იმ ვთქვათ სტრუქტურის, რომელიც უნდა იყოს ასაკის შესაბამისად, მაგ შემთხვევაში უკვე ინიშნება ესეთი გამოკვლევებია კომპიუტერული ტომოგრაფია მხედველობის ნერვის და ასევე ინიშნება პერიფერიული მხედველობის შეფასება და რას ნიშნავს ეს? პირობითად მე რა თქვენ გიყურებთ, ხო? მე ასევე შემიძლია შევაფასო, რა ვთქვათ, რამდენი თითია ჩემს გვერდით, ხო? 2-3. და ზუსტად ამ დროს ჩვენ ვაფასებთ პირდაპირ ყურების დროს, რამდენად არის შენარჩუნებული გვერდითა პერიფერიული მდგომარეობა პაციენტებში და ეს არის ერთ-ერთი პირველადი დიაგნოსტიკური მეთოდები, რის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გლაუკომა არის თუ პირობითად სხვა მდგომარეობებია. ეს სხვა მდგომარეობა შეიძლება იყოს გამოწვეული, პირობითად პაციენტი მოდის და არის მაღალი თვალში დაწნევა. თუმცა ეს მაღალი თვალში დაწნევა ყოველთვის არ არის პირდაპირ გლაუკომასთან კავშირში. შეიძლება იყოს კატარაქტა, რომლის დროსაც ოდნავ, ვთქვათ, ბროლი ფუვდება და იწვევს მცირედ თვალში დაწნევის მომატებას. ამიტომ პირდაპირ იმის დიაგნოზის დასმა, რომ თვალში დაწნევა არის მომატებული და აქ არის გლაუკომის დიაგნოზი, ეს არის მცდარი. და ბევრი პაციენტია ზუსტად ამ მდგომარეობაში გვიწევს ესე ვთქვათ ურთიერთობა პაციენტებთან და წლებია ვთქვათ იწვეთებენ მარტო იმიტომ რომ რაღაცა ერთჯერადად დაუფიქსირდა მაღალი თვალში და წნევა და არ გაუკეთებიათ ისეთი დამატებითი კვლევები როგორც არის კომპიუტერული ტომოგრაფია მხედველობის ნერვის და მხედველობის ველის გამოკვლევები. თავისთავად ეს ტექნოლოგია გვეხმარება იმაში, რომ ეს პროცესები უფრო მეტად თვალსაჩინო იყოს და თავისთავად პროცესის მართვაშიც გვეხმარება. სიზუსტისთვის კი რა თქმა უნდა, ეს პაციენტის დამოკიდებულება როგორი არის ხოლმე, ესეც საინტერესოა, როდესაც იგებს რომ მას გლაუკომა აქვს თქვა და როგორც ბრძანეთ თქვენ, ხშირ შემთხვევაში როდესაც მოდიან უკვე ბოლო სტადიაში მოდიან. აი ასეთ შემთხვევაში უკვე აუცილებელია თუ არა რომ ოპერაცია ჩატარდეს, თქვა თან რა შემთხვევაში არის აუცილებელი და თავისთავად დროუ დიაგნოსტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმისათვის რომ შევინარჩუნოთ მხედველობა ხო პაციენტებს რაც უჭერთ გლაუკომასთან მიმართებაში იმის გააზრება რომ რაც დაკარგულია იმის აღდგენა შეუძლებელია. ამიტომ ბევრჯერ კი თქვა ვუხსნით რომ აი ჩვენი მთავარი მიზანი არის რომ რაც ახლა გაგაჩნიათ რა მხედველობის ველიც გაგაჩნიათ იმის შენარჩუნებისკენ იყოს მიმართული ჩვენი მკურნალობა. თქვა ვუხსნით ბევრჯერ წვეთებს უნიშნავთ და რაც მთავარია რომ პაციენტმა ზედმიწევნით უნდა შეასრულოს ეს ყველა დანიშნულება. ყოველდღიური წვეთების ჩაწვეთება და თუ საჭიროა მერე ვთქვათ ქირურგიული ჩარევაც. ბევრჯერ მოდიან ვთქვათ და კიდევ უჩნდებათ ეს კითხვა ექიმო მე ვიწვეთებ თუმცა გაუმჯობესებას ვერ ხედავ. ჩვენ კიდევ ხელმე ვთქვათ ვუხსნით ამას ყველაფერს თუმცა აი
ტვინის, ესე ვთქვათ, აღქმა იმისა, რომ მე რაც დავკარგე, როგორ არ შემიძლია რომ შევინარჩუნო, აი ეს არის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი, რაც ვთქვათ, უჭირთ პაციენტებს. ყოფილა რომ სხვა კლინიკებიდან მოგმართავენ ან ვთქვათ სხვა ექიმებიდან, თუმცა აი ჩემგანაც ვთქვათ, კი ვუხსნი, თუმცა აი ეს არის ერთ-ერთი მთავარი ძირითადი პრობლემა, რომ პაციენტს იმის გააზრება უჭირს, რომ დაკარგულის შენარჩუნება შეუძლებელია და ხშირ შემთხვევაში წყვეტენ მკურნალობას, იმიტომ რომ აი ექიმა დამინიშნა, თუმცა მე შედეგი არ მაქვს და რო წყვეტენ მკურნალობას, ეს რა თქმა უნდა ნიშნავს იმას, რომ გაგრძელდება ნერვის დაზიანება და უფრო ვთქვათ რთულ დაზიანებულ კერებს მივიღებთ. აი, რამდენად მნიშვნელოვანია და ხშირად არის საჭირო თუ არა პროფილაქტიკური შემოწმება. დიახ, პროფილაქტიკური შემოწმება არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით იმ პირებისთვის, ვისთანაც ახლო ნათესავებში გამოვლენილია გლაუკომა და რეკომენდებულია, რომ 40 წელს ზემოთ თუ ოჯახის ერთ-ერთ წევრს აქვს გლაუკომა, წელიწადში ერთხელ მაინც საჭიროა მხედველობის ნერვის და გლაუკომასთან მიმართებაში სტრუქტურების გამოკვლევა და იმის დადგენა, რომ თქვათ აქ არის რისკ ფაქტორი და თუ არის რისკ ფაქტორი, შესაბამისად უფრო ხშირი ვიზიტი არის საჭირო თვალშიდაწნევის კონტროლისათვის და მხედველობის ნერვის დიაგნოსტიკური მეთოდების გამოსავლენად. რისკ ფაქტორის კუთხით კონკრეტული ასაკი არის თუ არა ასეთი? დიახ, რეკომენდებულია, რომ 40 წელს ზემოთ სასურველია, რომ მოხდეს დიაგნოსტიკური გამოკვლევები და გამოვლინდეს. 40 წლიდან უკვე შესაძლებელია, რომ ადამიანი რისკ ფაქტორი იყოს. დიახ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვთქვათ, ახალგაზრდებში არ გვხდება გლაუკომა. პროფილაქტიკურ შემოწმებას, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერ დაავადებასთან მიმართებაში თავისთავად, ხომ? ამიტომ არსებობს კულტურა, ასე ვთქვათ, ხომ, რომ მივმართოთ სხვადასხვა მიმართულების ექიმებს, რომ ჩავიტაროთ გამოკვლევა. თუნდაც წელიწადში ერთხელ აქ ყოველთვე ვიზიტს არავინ არ გულისხმობს თავისთავად და თუ რამე არის გამოვლენილი, ჯობია თავიდანვე მოხდეს მისი რისკ ჯგუფებში ასევე არიან ადამიანები, ვისაც აქვს მაგალითად შაკიკი, ან ისეთი ქრონიკული დაავადებები, რომ უკვე ვახსენე, ეს არის საქრიანი დიაბეტი, მარღალი არტერიული წნევა, ტრავმები, რომელიც ასოცირებულია თვალთან. ეს ყველაფერი ზრდის, რა თქმა უნდა, გლაუკომის რისკს და აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა და გავლენა. ჩვენი საუბრის ბოლოს დიდი სიამოვნებით მოვისმენთ შემაჯამებლად თქვენს რჩევებს. რჩევები უნდა მოგცეთ და მისცეთ ჩვენს მაყურებელს რა უნდა გავითვალისწინოთ. დიახ, აუცილებელია პირველ რიგში, რაც უკვე ვახსენე, რომ თუ ახლო ნათესავებში გამოვლენილია გლაუკომა 40 წელს ზემოთ და რა თქმა უნდა თუ მანამდეც შეამჩნიეთ რაიმე სიმპტომები, მიმართოთ ოფთალმოლოგს და მოხდეს აუცილებლად იმის დადგენა, რომ აქ დაწყებულია უკვე გლაუკომის ცვლილებები თუ არა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თუ თქვენ უკვე დაგიდგინდათ გლაუკომა და იწვეთებთ წვეთებს, ექიმ ან დამოუკიდებლად წვეთების ჩაწვეთებას და აუცილებლად გააგრძელეთ ის მკურნალობა, რაც არის დანიშნული. თუ თქვა ვერ ახერხებთ ექიმთან ვიზიტს, აუცილებელია რომ გააგრძელოთ ის წვეთების ჩაწვეთება და ვთქვათ შეუთანხმდეთ თქვენს ექიმს და ამის მერე უკვე ვთქვათ შეცვალოთ რაიმე მკურნალობა. თვითნებურად არ შეწყვეტოთ წვეთების ჩაწვეთება და მინდა ერთ-ერთი აი ხაზგასმით ამაზე ვისაუბრო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც პაციენტს ესმის, რომ რაც დაიკარგა, ის მის აღდგენა შეუძლებელია, იმიტომ რომ მოლოდინი აქვს, რომ რაღაცა გაუმჯობესდება, წყვეტ მკურნალობას, იმიტომ რომ ვთქვათ ექიმის არ ჯერა, რომ აი ექიმი არასწორად მკურნალობს, წყვეტ მკურნალობას და აი ამას მივყავართ იქამდე, რომ პაციენტი მოგმართავს შორს წასული გლაუკომით და გაიაზრონ, რომ თავისთავად ყველას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება და შესაბამისად დრო და ხანგრძლივობა სიტყვაზე. მე შეიძლება უფრო მალე მქონდეს შედეგი, ვიდრე აი ზუსტად აი ამაზე ელაპარაკე, რომ შედეგი ის, რომ პაციენტს აქვს მოლოდინი რაღაცა გაუმჯობესდება, ჩვენ ამას ვერ ვიღებთ გლაუკომის დროს და არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის ქირურგიული ჩარევა, ეს არის ვთქვათ წვეთები ან თქვა ტაბლეტების სახით. ანუ ამას ჩვენ არ ველოდებით გლაუკომის დროს და როდესაც პირველი ვიზიტის დროსაც ვახსენებთ, რომ სამწუხაროდ რაც დაიკარგა, ჩვენ იმის აღდგენაზე არ ვართ ორიენტირებული და ჩვენი მთავარი მიზანია, რომ შევინარჩუნოთ რაც გაგვაჩნია. აი კი ვამბობთ ბევრჯერ, თუმცა აი თითქოს ბარიერი აქვს პაციენტს და აი ამ ინფორმაციის გაფილტრა უჭირთ და ამ ინფორმაციის მიღება უჭირთ. შედეგი არის შენარჩუნება. ხო, შედეგი არის მთავარი, რომ მოხდეს დაავადების შენარჩუნება
ან თუ დაავადების ტიპებიც არსებობს, არის უფრო ვერაგი, მოხდეს დაავადების პროგრესის შენელება. და ვთქვათ, თუ ფიქრობთ, რომ 10 წელიწადში ან ვთქვათ 15 წელიწადში მივიღებთ ცუდ შედეგს, აი ეს პროცესი უფრო დიდხნიანი იყოს და 25-30 წელიწადამდე ეს ვთქვათ გავახანგრძლივოთ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ საინტერესო საუბრისთვის და რჩევებისთვის. შეგახსენებთ, სტუდიის სტუმარი გახდა ოფთალმოლოგი, მედიცინის დოქტორანტი მონიკა ზალინიანი.